გამოშვებას 11 თვის მონაცემებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 40%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. და მხოლოდ გასულ თვეს ექსპორტზე 7 მილიონ ბოთლამდე ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 მილიონ 600,000 ბოთლზე მეტი ღვინო. მათივე ინფორმაციის თანახმად ექსპორტის ყველაზე დიდი მატება ჩინეთში დაფიქსირდა 128%-იანი მაჩვენებლით. ექსპორტის მატება აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ რუსეთში 1 ლიტრ ღვინოზე აქციზის გაორმაგებაც შეაფასა და განმარტა, რომ რუსეთში ქართული ღვინო იმდენად პოპულარული და მოთხოვნადია, რომ ეს ცვლილება ქართველ ექსპორტიორებს პრობლემას არ შეუქმნის. 11 თვის მონაცემები 2016 წელს უკვე გვაქვს მატება ფაქტობრივად ყველა ჩვენი საექსპორტო ქვეყნის მიმართულებით. მატებამ შეადგინა 40% რაოდენობრივად და თანხაშიც მატება თანხობრივად 17%-ით მეტი ღვინოა გაყიდული წელს. დივერსიფიცირება ეს რჩება მთავარ გამოწვევად როგორც კერძო სექტორისთვის, თითოეული კომპანიისთვის, ასევე ჩვენი ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის და ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკა არის შეთანხმებული. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გავიდეს ღვინო ექსპორტზე, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთის მიმართულებითაც წავა ღვინო, იმიტომ ეს ჩვენი ტრადიციული ბაზრებია, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ ექსპორტი იყოს სტაბილური, ვცდილობთ ახალი ბაზრების ათვისებას. და ეს ახალი ბაზრები რჩება ისევ კერძო სექტორთან შეთანხმებით, აზიის მიმართულება ჩინეთი და იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს.